მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოებო. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ აქტუალურ საკითხზე, რასაც ქვია სულიერი გამოცდილი მოძღვრის ფენომენი და მისი, ასე ვთქვათ, ანტიპოდი, საპირისპირო მოვლენა, რასაც ქვია ცრუ მოძღვარი, ან ვთქვათ, მოხიბლული მოძღვარი, რომელიც ასევე ამბიციას გამოთქვამს, რომ არის ჭეშმარიტების ღაღადებელი, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. დავიწყოთ იმით, რომ ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი, რასაც ჩვენ ახლა უფრო აღმატებულ რანგზე ვსაუბრობთ, რასაც რუსულ ტერმინი სტარეცი მიესადაგება, მოგეხსენებათ ესეთი სულიერი, თივგამძნობილი მოძღვარი, სულიერი მოძღვარი არის სულიწმინდის ჭურჭელი და ნიშნავს ეს იმას, რომ ის არის ღვთისნების გამტარებელი თავის ცხოვრებაში და ამავე დროს მასთან მისულებსაც ის აუწყებს უტყუარ ღვთის ნებასა და განგებულებას. მოკლედ შეგვიძლია ჩვენ აი ესეთნაირად ჩამოვაყალიბოთ მისი სულიერი სიმაღლე. ამავე დროს ასეთი სულიერი მოძღვარი სულაც არ მიიჩნევს თავს ასეთად და უფრო მეტიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამის გამოვლინებას ან გაჟღერებას, რომ ის არის რაღაცა დიდი მოძღვარი ან რაღაცა სული წმინდის მატარებელი და რაღაც სასწაულთ მოქმედი და მჭვრეტელი და ასე შემდეგ. რასაც ჩვენ ვერ ვიტყვით იმ ფსევდომოძღვრებზე და მოხიბლულებზე, ვინც პირიქით აი ამაზე აკეთებს აქცენტს, რომ წარმოჩინდნენ საზოგადოებაში, იყვნენ პოპულარულები და თავისი პოპულიზმით ცდილობენ თავს მოახვიონ ცრუ სულიერი განწყობები და ხედვები, რომელიც სინამდვილეში არა სულიწმინდის მიერი, არამედ საკუთარი ამბიციებიდან, საკუთარი მედან წარმოშობილი მოვლენები გახლავთ. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დროში, როცა ესეთი დიდი მიდრეკილება არის ზოგადად საზოგადოებაში სასწაულებისკენ, მჭვრეტელი მამების ხილვისკენ, რაღაცა დიდი აღმატებული ლოცვის საფეხურების ტოლვისკენ, ისე რომ წარმოდგენა არ აქვთ, როგორც ასეთი სიღრმისეული წარმოდგენაზეა საუბარი იმ ასკეტურ ღვაწლზე და ლოცვის პრაქტიკაზე და ზოგადად პატრისტიკის იმ სიღრმეებზე, რომელიც არსებობს მართლმადიდებელ საგანძურში და აი ესეთი ზედაპირული სახით, რომ გაიგებენ რა ვიღაცა ლოცულობს ხანგრძლივად ან ვიღაცა რაღაცას თურმე სასწაული მოახდინა, ეგრევე მიუცვივდებიან ამას და ეთაყვანებიან ასეთ ადამიანს, განურჩევლად იმისა, რომ რამდენად არის ის ასეთი სულიერი მოძღვარი, აქვს კი მას სათანადო სულიერი გამოცდილება და უფრო მეტი აქვს თუ მას ჭეშმარიტი წმინდა გარდამოცემის აღსრულების სურვილი საერთოდ და რამდენად ესმის მას ეს წმინდა გარდამოცემა. როცა ჩვენ სულიერ მოძღვარზე ვსაუბრობთ, ჭეშმარიტ მოძღვარზე და გამოცდილზე, ის აუცილებლად არის წმინდა გარდამოცემის ერთგული შვილი, ეს ნიშნავს, რომ მისთვის მსოფლიო კრებების განჩინებები, ზოგადად სწავლება მართლმადიდებლური არის აპრიორი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მის ცხოვრებაში, იმიტომ რომ თუ არა ჭეშმარიტების გზა, მაშინ ნებისმიერი ღვაწლი შეიძლება ჩაიყაროს ფუჭად და ამაოდ და პირიქით, როცა ვსაუბრობ ჩვენ ცრუ სტავცებზე, ხომ ამ მოხიბლულ მოვლენაზე, ხო, იქ დავინახავთ, რომ ამ ადამიანებს აბსოლუტურად არ აინტერესებს ან ძალიან ზოგადი და არა მყარი წარმოდგენა აქვთ სარწმუნოებაზე, უფრო მეტიც შეიძლება თავისუფლად გამოავლინონ სხვა რელიგიებისადმი პატივისცემა, უფრო მეტიც კი თქვან, რომ შესაძლებელია მათთანაც იყოს ცხონება და ასე შემდეგ და ესეთი ადამიანები დღეს დიდ მოღვაწეებათაც მიიჩნევიან რატომღაც. რა არის ამისი ყოველივესი მიზეზი? ჩვენ აი ესეც გვინდა გამოვიკვლიოთ ჩვენს დღევანდელ საუბარში
ალბათ თავი და თავი ამისი ყოველივესი გახლავთ ის, რომ ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის, რომ რამდენად დაცემულია ადამიანის ბუნება და პირველქმნილი ცოდვით, ხომ? და იქიდან გამომდინარე თავში ხედავს აი ამ სინანულს, უღირსებას და აი ამაზე აგებს მთელ თავის მოღვაწეობას და ერთადერთ ნუგეშად ხედავს ღმერთს და ღმერთში ცხოვრებას, ხო? ესეთი ადამიანი ნებსი თუ უნებლიეთ თვითონ სულიწმინდის მიერ ხდება გარკვეულწილად ისეთი მოძღვარი, რომელიც სათნოა ღვთისთვის. და პირიქით, ის სრულ ფსევდო მოძღვარი არ აქცევს რა ამას ყურადღებას, მიიჩნევს, რომ თვითონ თავისი თვითნებურად, ავტონომიურად ის ფლობს აი ამ ღვაწლს, მას შეუძლია ყოველგვარი ღვთის მადლის და შეწევნის გარეშე შეიძლება მას ოფიციალურად ამბობდეს კიდეც, რომ ღმერთი გვეხმარება, მაგრამ თვითონ თავის თავში ეს არის თავარი მაგ პრობლემა, რაც თავარია მათ სულიერ ხიბლის მიერ მდგომარეობაში, ის რომ ასეთი ადამიანი არის თვითნება თავის სულიერ ცხოვრებაში და თვითუფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის მთავარია და უпростоრად ის იმ ღვაწლს თუ რამე დამსახურება ღმერთმა მიანიჭა ადამიანს, ის საკუთარ თავს მიაწერს. ეს არის ის პრობლემა, რომელიც ოდითგანვე არსებობდა ეკლესიის წიაღში, ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ ჯერ კიდევ ორიგენე და ევაგრე, რომლებიც იყვნენ აი ამ ორიგენისტული სწავლების ფუძემდებლები, ხო? ევაგრემ სწორედ აი ამ პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებაში ჩაუყარა აი ამ სისტემას საფუძველი და რომელშიც ის ადამიანის გონებას, მის სამშვენივრელის ნაწილს ღვთაებრივად მიიჩნევდა და თუ ადამიანი თვითნებურად მოინდომებდა, მას შეეძლო გამختარიყო ღმერთი, ანუ მისი, ასე ვთქვათ, ემანაცია, ანუ შერწყმა ღვთაებასთან იქნებოდა შესაძლებელი. ეს იყო ის ელინისტური, პლატონისტური სწავლება, რომელსაც ქრისტიანული ნაზავით ევაგრემ და ორიგენემ და ევაგრემ აი ესეთი სახე მიცა, რაც იყო დიდი სულიერი ხიბლის მომასწავლებელი მოვლენა, იმიტომ რომ თვითონ თუ დავაკვირდებით ჩვენ ეგვიპტის მონაზნობის და სირიის მონაზნობის ღვაწლს, იქ პატერიკებში ძალიან ბევრია, უხვად არის მაგალითები იმისი, რომ ადამიანები წარემარა ვარდებოდა ხიბლში. და ამის დამსახურება სწორედ ის იყო, რომ ევაგრე იყო მაშინ ერთ-ერთი ფუძემდებელი აი ამ ასკეტური საღვთისმეტყველო კუთხისა და მისი ეს კონცეფციები ცხადია აძლიერებდა ადამიანში იმ განცდას, რომ თავად ადამიანი არის რაღაც აღმატებული და სინერგიულად მას შეუძლია ღმერთში თანამუშაკობა და არსებითად ღმერთად ყოფნაც კი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხიბლისმიერი პროცედურები განვითარდა ეკლესიის წიაღში, მართალია ორიგენე და ევაგრე იყვნენ ხილებული თავის სწავლებებში მეხუთე მსოფლიო კრებაზე, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ მათი სწავლებები ფარული სახით, ჩვენთვის ეს ცნობილი ამბავია, რომ ფარული სახით სხვადასხვა წმინდანების ტექსტების სახითაც ასევე შემოიჭრა პატრისტიკაშიც და თავის სულიერ ზიანს აყენებდა უკვე მომავალ თაობებსაც და ამის შედეგებს ვიმკით ჩვენ სინამდვილეში დღეს, ჩვენ ვხედავთ ამის კაფეო გამოვლინებებს დასავლურ მისტიკაში, როცა საუბრობ ჩვენ ფრანცისკ ასისელის თუ ეგნატე ლოილოს თუ სხვა მათი ვითომწმინდანების ასკეტიზმზე, რომელიც იყო სინამდვილეში პირდაპირ გაგებით ეშმაკისეული ხიბლის გამოვლინებები და ეს ხიბლისმიერი სწავლებები მათ იმაში დამკვიდრდა როგორც წმინდათა ცხოვრება, რაღაცა პაროდია ამისი შეინიშნება უკვე მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშიც. გულისხმობთ იმას, რომ თანამედროვე ადამიანები ვერ იაზრებენ რა იმ პრაქტიკას სულიერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა და იმ საფრთხეებს, რომელიც არსებობს ლოცვის დროს, როცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანი თვითუფლებრივად რაღაც დიდ საფეხურებს გამდეს აი ამ კუთხით, არამედ
თავისი ლოცვითი ღვაწლი აუცილებლად უნდა კონდეს აგებული ცოდვის განცდაზე და სინანულსა და თავმდაბლობაზე და არა იმაზე, რომ ის რაღაცა ღირსებას წარმოადგენს და მით უფრო ისეთ რომ თითქოს ღმერთამდე შეუძლია მას თავისუფლად თვით მუშაკობით ასვლა. აი ეს პრობლემური სული დღესაც ტრიალებს თანამედროვე საზოგადოებაში და ამას ვიმკით შეიძლება ითქვას დღეს. ანუ სრული გაუგებრობა იმისი, რომ ადგაცობრიობა არის დაცემულ მდგომარეობაში და მიდრეკილი ამ ცოდვისაკენ, არის ის ევაგრისეული სწავლება, რომელზეც გესაუბრეთ ახლა. გარდა ამისა, თუ დავაკვირდებით ჩვენ ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის პერსონას ზოგადად და მის სულიერ ცხოვრების ღვაწლს, დავინახავთ, რომ მისი ქვეშევრდომის სულიერი ცხოვრება არის მისთვის უცხადესი. ეს ერთი ფაქტორი, ის ხედავს თუ რა სჭირდება მის მორჩილს, უფრო მეტიც ის ხედავს იმ გზას, იმ კონკრეტულ გზას, რომლითაც უნდა იაროს მისმა მორჩილმა და მისმა ქვეშევრდომმა თუ დავარქვათ მოწაფემ და არავითარ შემთხვევაში ის თავის ნებას, ასე ვთქვათ, არ მოახვევს ქვეშევრდომს. ეს აუცილებელი ფენომენი და ფაქტორია აი ამ სულიერ ცხოვრების გათვალისწინების დარგში, იმიტომ რომ თუ საპირისპიროზე გადავალ და შევადარებ, დავინახავთ, რომ აბსოლუტურად რადიკალური განსხვავება არის აი ამ სულიერ მიდგომებში. ესე იგი, თუ ჭეშმარიტი მოძღვარი ამბობს, რომ ადამიანმა უნდა იაროს თავისი გზით აუცილებლად, რომელიც ღმერთმა მისცა მას და მოწოდებულია იაროს იმ გზით და იმ გზაზე გაუკვალოს მას ის ჭეშმარიტი ორიენტირები, ფსევდომოძღვარი და მოხიბლული თავისი დიდები და თავისი ღირსებებით, ხომ? ის ფიქრობს, რომ თავისი მორჩილი უთუოდ და უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს მის ნებას. აქ ხაზია გასასქმელი, არა ღვთისნებაზე აქ საუბარი, არამედ სწორედ რომ მის საკუთარ ამბიციაზე და ეგოისტურ გაზახვაზე, რომ რაიმენაირად თავისი ქვეშევრდომი თუ მოწაფე დაემსგავსოს, იმას დაემსგავსოს, რაც თავად არის. ან სხვანაირად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ვთქვათ, გამოძერწოს ისეთი ძერწავს არა იმას, ვინც არის სინამდვილეში ის ღვთისგან შთაგონებული და შექმნილი ხატად და მსგავსად ისეთი, როგორიც უნდა იყოს სინამდვილეში, არამედ აი ამ ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანისაგან შემდეგ უკვე დამახინჯებული სახით ქმნის იმ პაროდიას, რასაც თავად წარმოადგენს. ეს რა თქმა უნდა, სახიფათო მოვლენაა სულიერ ცხოვრებაში, ამანაც უდიდესი ზიანი მიაყენა მართლმადიდებელ ასკეტიკას, როგორც ასეთი, როცა სრულ შეხედულებებმა, რომ არიქა და უსიტყვო მორჩილება არის ნებისმიერ შემთხვევაში სათნო მოვლენა, ეს არის, რა თქმა უნდა, დღევანდელ დროში ყოველ შემთხვევაში კატეგორიულად გასაფრთხილებელი რამ. თუ ეს მოქმედებდა მაშინ, როცა თავად მოძღვარი იყო სულიწმინდის ჭურჭელი და ამავე დროს მორჩილიც, მოწაფეც იყო იმავე სულისკვეთები და იმავე სულიწმინდის მორჩილი, მაშინ რა თქმა უნდა, ეს ჰარმონია სულიერ ცხოვრებაში მამაშვილსა და მოწაფესა და მასწავლებელს შორის, ეს რა თქმა უნდა ბუნებრივად ყალიბდებოდა და ადამიანი, ვინც მიდიოდა ესეთ სტარეთთან, ხომ? ის რაღაცა ღვთისგანგებით თავისებურად ბუნებრივად ისე ყალიბდებოდა, რა თვითონ პოულობდა აი ამ ბუნებრივ პასუხს იქვე თავის შეკითხვაზე. მაგრამ სულ სხვა გარემოება, როგორც გითხარით, ცრუ სტარცების შემთხვევაში. იქ იწყება აი ამ ქვეშევრდომის ნებაზე ზეწოლა, აი ამ ზეწოლის შედეგად ადამიანი იტყუნება, ვარდება სასოწარკვეთილებაშიც, მოწყინებაშიც და მისი სულიერი დეგრადირება იწყება მთელი თავისი სახეობებით. ანუ ადამიანში ხდება დამახინჯება რეალურად სულიერი ხედვებისა, არაფერს ვამბობთ იმაზეც, რომ თანამედროვე ქრისტიანებში ვხედავთ ისეთ რამეს, რომ პირდაპირ ერეტიკული სწავლებების
გამზიარებელი ადამიანებით, ქადაგებლებიც კი ამისი, ან შესაძლოა იყვნენ მაგალითად მათი მასწავლებლები, ასეთი ეკუმენისტები ან მოდერნისტები და ასეთი ადამიანების სულიერი შვილები რატომღაც აი ამ სულიერი პრაქტიკის წყალებში მემკვიდრენი დღეს მიიჩნევიან სტარცება და წმინდანებათაც კი. ეს დიდი ტრაგედიაა სულიერ ცხოვრებაში და მრავალმა ადამიანმა ჯერ კიდევ მაშინაც ვერ შეამჩნია ეს ამბავი, როცა იწყებოდა სულიერი მონაზვნური ცხოვრება და ბევრი ვარდებოდა ხიფში მოგეხსენებათ ამის გამო და დღესაც ფაქტობრივად იგივე სიტუაციას ხედავთ. უდიდესი მოძღვარი 19 საუკუნისა წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი არის ამავე დროს უდიდესი მხილებელი აი ამ ხიბლისმიერი მოვლენისა, რასაც ცრუ სტარცობა ქვია. ყველას ურჩევ, რა თქმა უნდა, წაიკითხოს მისი სწავლება ხიბლის შესახებ. ეს არის საოცარი ნაშრომი, რომელშიც დეტალურად არის ახსნილი ის სულიერი მახეები, რომელშიც შეიძლება გაებას ადამიანი, რომელსაც არ აქვს ეს სწორი სულიერი წარმოდგენა. და რაც თავარია და მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა დავინახოთ სულიერ მოძღვარში არა იმდენად სასწაულთ მოქმედი და მჭრეტელი და მკურნელი მამა, რაც ავტომატურად პრინციპში სული წმინდის მადლით ხდება კიდეც და ამაზე კი არ უნდა იყოს აფიშირება გაკეთებული, არამედ სულების გამოცნობის უნარზე, სული წმინდის მადლით განსჯის უნარზე, რომელიც გაცილებით უფრო აღმატებულია აი ამ სასწაულების შემოქმედ მამებზეც კი. ამას ამბობს წმინდა იოანე კიბის აღწერელი. ასე რომ ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს და არ უნდა ვიფიქროთ, რომ რადგან მოხდა რაღაცა სასწაული, არიქადა აი ამ სასწაული თუ ვინმეს ხელით ღმერთმა მოახდინა, ესეთი ადამიანი უნდა გავახმერთოთ. აქ მეორე ფაქტორიც არის, თვითონ მრევლის ფაქტორზე ვისაუბრებდი და მორჩილების ფაქტორზე, რამდენად სწორად ვექცევით ჩვენს მოძღვრებს, რატომ ვაკერპებთ ხოლმე ჩვენს მოძღვრებს და რა ქარიზმას ვამჩნევთ მასში და რა ქარიზმა სინამდვილეში არის შესამჩნევი. იმიტომ რომ ორგვარია ეს ქარიზმებიც, თუ მოძღვარი ღვთისმსახურია, ხომ ის ღვთობის მადლი მოქმედებს დედა ეკლესიაში, წირვა-ლოცვაში, ზიარებით, ზეთისწყებით, პარაკლისებით, ხომ და სხვადასხვა ლოცვითი სულიერი ცხოვრებით ადამიანები იკურნება როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. ამაში არაფერი გასაკვირი და საოცარი არაფერი არ არის, იმიტომ რომ თავად ღმერთია შემოქმედი. და ეს ქარიზმა, ანუ სულიწმინდის ნიჭი, რომელიც აი ამ ღვთლობის შედეგად გადმოდის, ამისი მითვისება და მიკუთვნების უფლება არავითარ შემთხვევაში არ აქვს სამღვდელოებას. ანუ სასულიერო პირს ზოგადად, ვინც არ უნდა იყოს ის. იმიტომ რომ ეს უშუალოდ, როგორც გითხარით, ხელდასხმის დროს მიღებული ქარიზმა გახდა. მეორე ქარიზმა, ეს არის ის სტარცობის მადლი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პირდაპირ სულიწმინდის გამორჩეულია ეს ადამიანი სურჭელი, სულიწმინდისა, რომელიც აღასრულებს ღვთის ნებას და ისე რომ კი არ ეშლება რამე, რომ აი დღეს ვარაუდობს ასეა და ის, არამედ ზუსტად იცის ღვთისგანგებულება და ამაში რაღაცნაირად ღვთისგანგებულებით კიდე რწმუნდება თვითონ მისი მორჩილები, ქვეშევრდომები და მოწაფეები და ზოგადად საზოგადოება. ეს იწვევს ამ ხალხის განდიდებას, ჩვენ ვხედავთ წმინდანების ცხოვრებაში დავაკვირდეთ ამას, რომ როცა იწყებოდა ამ სულიერი ღვაწლი ამა თუ იმ წმინდანისა, შემდეგ მის ირგვლივ იკრიბებოდა ადამიანები, რათა არ ყოფილიყო მისი განდიდება რაღაცნაირად აი ამ ცრუ განდიდების ფორმა არ მისცემოდა ამ ყოველივეს, ისინი გარბოდნენ, ვიცით, ჩვენ და სხვადასხვა ერთი მონასტრიდან მეორეში და ასე ვთქვათ, ემალებოდნენ აი ამ დიდებას და პატივს, რომელსაც ადამიანებისგან, რომლის მიღებასაც ისინი არ ისურვებდნენ არავითარ შემთხვევაში.
და პირიქით თუ დავაკვირდებით ჩვენ ფსევდო სტარცებს და მოხიბლულ ადამიანებს, ისინი პირიქით არიან, ანუ პირიქით ეძებენ აი ამ პატილს, აი ამ დიდებას, აი ამ რეკლამირებას, რათა პოპულარულები გახდნენ საზოგადოებაში. დღეს ესაა ჩვენი სათქმელი, მოვერიდოთ უნდა აი ამ მოხიბლულ მამებს, ჩვენ არ გვეგონოს რომ რაღაც განყენებულზე საუბრობდე და სადღაც ვიღაცაზე იყო საუბარი, ეს დღევანდელი რეალობაა. დღეს ჩვენ ამ ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა, ყველანაირი სულიერი სფეროზე საუბარი არ გახლავთ ჭეშმარიტი სულიერება, ეს უნდა ვიცოდეთ და ჭეშმარიტი სულიერება აუცილებლად უნდა იყოს წმინდა წერილისა და წმინდა გარდამოცემის კალაპოტში. თუ ასია, მაშინ მისი სწავლებაც მისაღები იქნება და თვითონ ესეთი მოძღვარიც იქნება რა თქმა უნდა მოგზალებულიც, მორჩილის, თავმდაბალიც და გამთვალისწინებელი იმ ვითარებისა, რაშიც თანამედროვე ქრისტიანს უწევს ცხოვრება.